უნდა გადავინაცვლოთ მესტიაში, სადაც გაზაფხულის მეორე თვის მოახლოების მიუხედავად სრიალის მოყვარულთათვის იდეალური მეტეოროლოგიური პირობებია შექმნილი. თოვლით დაფარულ მთებზე სათხილამურო სპორტის მოყვარულები ამჯერად ზრულდის თასმა გააერთიანა. ამ ტურნირით აწვალის კურორტზე სეზონი დაიხურა, მოთხილამურეებმა კი თეთნულდის ტრასებზე გადაინაცვლეს. ზრულდის თასი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეოთხედ ჩატარდა. მისი მიზანი კი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა. ნათია ქენქაძის და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი. როდესაც სუბტროპიკული კლიმატის ქვეყანაში კალენდარზე მარტის ბოლო დღეებია, ყველა მოთხილამურე იმ აზრთან შეგუებას იწყებს, რომ მათი საყვარელი სეზონი დასასრულს უახლოვდება. თუმცა აქ მესტიაში ეს ჯერ არ იგრძნობა. სვანეთის მთებს ისევ თოვლი ფარავს და ისევ თავს უყრის მათ, ვინც ამ თითქმის უკანასკნელი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. და თუ სათხილამურო სპორტს მოყვარულის დონეზე ფლობთ, მაგრამ საკუთარი ძალების მოსინჯვა მაინც გინდათ, ზრულდის თასის ტურნირი ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაარსებულმა შეჯიბრმა ტრადიციულად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოთხილამურეები გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაწვალის ტრასაზე მათ არა მარტო თოვლი, თოვაც დახვდათ, უამინდობას ხელი არავისთვის შეუშლია. საქართველოში მეგობრების ჯგუფი ჩამოვედით. სვანეთში ამოსulis მთავარი მიზეზი თოვლია, რომელიც ნამდვილად შესანიშნავ მდგომარეობაშია. დღეს ამინდი ცოტა ჩვენკენ არ არის, მაგრამ მომავალ დღეებში მზეს ველოდებით. სიტუაცია ძალიან მოგწონს. ტურნირი კარგად არის ორგანიზებული და მუსიკითა და ქართული კერძებითაც ვისიამოვნეთ. აქაურობა მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. ამ შეჯიბრის შესახებ წარმოდგენაც არ ქონდა. შემოგთავაზეს და ჩავერთეთ. შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ უკვე ძალიან კარგად გავერთეთ. მეგობრები ჩამოვედით შვეიცარიიდან. მთავარი მიზანი სრიალია, თუმცა აქ არსებული სიტუაცია ძალიან მოგვეწონა. გარემო კი საოცარია. ალპებში ვიყავით და თოვლის სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრი იყო. აქ კი ამხელა თოვლია. დავწმუნდით, რომ აქ წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ზრულდის თასი ნამდვილად ის შეჯიბრია, სადაც მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. სადაც კონკურენტები ერთმანეთს ასე ხმაურიანად ამხნევებენ და ტურნირის დასასრულს მოწინავეებსაც და საპრიზო ადგილის გარეშე დარჩენილებსაც ერთნაირი განწყობა აქვთ. ხშირი სტუმარი ვარ მესტის. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, რომ ზრულდის თასი ტარდებოდა და სპეციალურად ჩამოვედი ამ შეჯიბრისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ, თქო, ჩემი შედეგით ვარ ვიტყვი, მაგრამ ნუ საპრიზო ადგილი რა თქმა უნდა დავიკავე. ძალიან ჟრიამულია, ძალიან კაი გარემოა, როგორც ყოველთვის. ზრულდის თასის არც ერთი შეჯიბრი არ გამომიტოვებია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მონაწილეობა, იმიტომ რომ აქ ძირითადად სულჩვენი მეგობრები არიან. კონკურენცია არის ძალიან რთული. ყოველთვის განსაკუთრებით სვანები არიან ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები. კონკურენცია აქ ნამდვილად რთულია. განსაკუთრებით მათთან, ვინც ამ თოვლიან მთებში დაიბადნენ და თხილამურზე სრიალი ბავშვური გასართობიდან ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ გატაცებად აქციეს. ვინც კილომეტრიანი მონაკვეთის 37 წამში დაფარვის შემდეგაც თავს არა სპორტსმენს, არამედ მოყვარულს უწოდებს. ამიტომაც არავის უკვირს გამარჯვებულთა სიაში სვანური გვარების სიმრავლე და არც ის, როცა კვარცხლბეკის სამივე საფეხურს ადგილობრივები იკავებენ. ამ შეჯიბრზე პირველად მონაწილეობდი და უპირველესი ვარ რომ მოვიგე. ასაკი მეარვალა 55. რამდენი წელია რა სრიალი? ბავშვობიდან ველოდები რომ პატარებმა მოვიგონ, უნდა მოვიგონ. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელ დღეზე, რადგან ესეთი შედეგი დავდეთ. ესენი ყველა ჩემი ძმები არიან და ყველას ერთად გავიგებთ. ზრულდის თასი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეოთხედ ჩატარდა. გაზაფხულზე ამ ტურნირს კიდევ ერთი მისია აქვს. უკვე მიწურული სეზონის გახანგრძლივება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმის შეხსენება, რომ მომავალი წლის ტურისტულ რუკაზე მესტია აუცილებლად უნდა მოინიშნონ. შევეცადეთ, რომ შეგვექმნა მეგობრული გარემო, ყველა მოდის აქ სეზონის მიწურულს გასართობად და კარგი განწყობის შესაქმნელად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ესეთი მსგავსი ტიპის ტურნირები ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, სეზონის გახანგრძლივებას და შიდა ტურიზმის სტიმულირებას. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სვანეთს. ვინც ერთხელ მაინც მოვა სვანეთში, აუცილებლად ძალიან შეუყვარდება აქაურობა და კიდევ უნდა რომ დაბრუნდეს.
ტურნირით ჰაწვალის კურორტზე სეზონი იხურება და მოთხილამურეები თეთნულტის ტრასებზე ინაცვლებენ. თუმცა ამ კურორტის დახურვის შემდეგაც სვანეთის მოყვარულებისთვის არაფერი სრულდება. აქ ამომსვლელებს მრავალფეროვანი გასართობიც და ულამაზესი სანახაობაც ყველა სეზონზე ერით.